ჩემოკარგებო, მოგესალმებით. დღეს მინდა გავაკეთო ესეთი პოსტი, გაფრთხილების პოსტი, რომ თქვენ იცოდეთ, რომ ძალიან ბევრი მწერს, რომ ჩემი სახელით ვიღაცა სარგებლობს. უკვე იცით თქვენ, ეს უკვე ერთი თვე გრძელდება და ამიტომ მე მინდა გთხოვოთ თქვენ იყოთ ფრთხილად. დღეს გამომიგზავნეს კიდევ გოგოებმა, რომ თქვა ჩემი სახელით ვიღაცა წერს, თავაზობს რაღაცა შელოცვებს, თავაზობს რაღაც გამოლოცვებს, რა ვიცი რაღაცებს და მე მინდა რომ თქვენ იცოდეთ, რომ მე არაფერს არ ვწერ. თუ თქვენ მე არ მომართავ, თუ თქვენ მე არ მეტყვით, რომ მე მინდა თქვენი დახმარება. მე არაფერს თვითონ თქვენ არ გთავაზობ, მithumetes პირადში არაფერს მე თქვენ არ გწერთ. და ძალიან ეს შემაწუხებელი სიტუაცია ნამდვილად. კარგად დააკვირდეთ, მე სურათი კიდე შევცვალე, იმიტომ რომ იმან ისევ წაიღო ჩემი ახალი სურათი, რაც მე დავდე. პლუს კიდე მე მივუთითე სპეციალურად აქ ამ აკაუნტზე ჩემი ნომერი, რომ მაგაზე მომწერეთ. მე ვარ საქართველოში, ის ადამიანი წერს ხან ბრაზილიიდან, ხან ნიგერიიდან, ხან კიდე საიდანღაციდან და უკვე აღარ შემიძლია, კი შეიძლება სარგებლობს იმით, რომ მეც არ ვერ ლაპარაკობ გამართულად სიტყვაზე, ისე ქართულად, როგორც ვთქვათ, თქვენ ლაპარაკობთ, ვინც მიყურებთ და ამით სარგებლობს და წერს რაღაც ესეთ სისულელეებს, რომ ნამდვილად ეხა უკვე ფულსაც ითხოვს, ჩემ სახელს იყენებს და თხილად იყავით, ძალიან გთხოვთ, გემოდარებით, რომ ნამდვილად არ მოხდეთ იმ დაღლითის ხელში. კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩემი სახელი ელახება, იმიტომ რომ მე ეგეთ რამეს არ ვაკეთებ, მე არ მუშაობ შავ მაგიაზე, მე არ მუშაობ შელოცვებზე, მე არ მუშაობ, მე მუშაობ სულ სხვანაირად მუშაობ და პირადად მომწერეთ, მე ვარ საქართველოში, ქართული ნომერი მაქვს მითითებული. აი გემოდარებით და ძალიან გთხოვთ, რომ მიაქციეთ ყურადღება. მომწერეთ, მე მოძებნეთ ჩემი ნომერი, შეიძლება იყოს, შეიძლება ნახოთ YouTube-ზე, შეიყვანეთ ვალენტინა ბარბაკაძე და ამოგიგდებთ თქვენ ახლა გინდა რუსული იყოს, გინდა ქართულს ამოგიგდებთ ჩემს აკაუნტებს და იქ ნახავთ თქვენ ჩემს ნომერს, მომწერეთ, ჯერ მკითხეთ, რომ ვალენტინა ნამდვილად შენ წერი. აი გოგოები, ვინც მაგას აკეთებენ, დიდ მადლობას ვუხდით, მაგრამ აი სამწუხაროდ ყველა ამას არ აკეთებს და ამიტომ არ წამოიღონ, რომ ყველა ხო არ მიცნობს და ეხლა შეიძლება მოусმენს იმ გაშეშებული ვიდეოებს და მე რა თქმა უნდა ეხლა ინფორმაცია მოეწონება და მე ის დაღლიტობს და წერს პირადში, რომ აი მოდი და მე შენ რაღაცას აი დაგეხმარებე. არ გააკეთოთ, გეხვეწებით რა, ჯერ მომმართეთ, მომძებნეთ, რომ მე თქვენ ცოცხლად გიპასუხოთ რა, გიდამირეკეთ თუნდაც, მე ახლა არ ვიცი რა გავაკეთო, მართლა აღარ ვიცი და არ დაუჯეროთ ვიღაცას და არ დახარჯოთ ყველა ფული, ძალიან გთხოვთ.